დღეს ერთი ვიდეო უკვე ჩავწერე და წეღან და ავტვირთე რა და ფიქრობ დიო საკმარისია რა დღეისთვის და შემდეგ მეორე ვიდეოს ჩავწერ ხვალ დავუშვათ ან ზეეკამ რაღაც. ბიჭო ვაიმე ისეთი რაღაცები ვნახე ახლა სკროლვის დროს Facebook-ზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ პოსტები რომ არ ვიცი ვიცინო ვიტირო რა გავაკეთო ვერ გავიგე. ანუ აი ეს ფასების აჟიოტაჟი რო წავიდა რომ მაღალი ფასებია საქართველოში უფრო მაღალი ფასებია ვიდრე ევროპაში. საქართველოში ეს იზღირს და ევროპაში იზღირს და რატოა ესე მაღალი ფასები საქართველოში ვიდრე ევროპაში ეს ტალღა შემოტრიალებულია ახლა და ქოცების აი ცნობილი გამპრობლები უკვე სად მივიდნენ იცით და რეებს წერენ რომ დაბალი ფასები გინდათ ფასებზე ვერს ლაპარაკობ და ძროხას რამდენი წველით და კვერცხი რამდენს და ქათამს რამდენი უვლით რაღაცას ბიჭო არ მინდა ახლა ცოტა უხამსი სიტყვები თქვა მაგრამ ხო არ გამოყლევდით ბიძიკო თქვენ რა ძროხას რამდენი წველის რა ქათამს რამდენი რა შუაშია საერთოდ რას ბოდავთ ჯერ აქედან დავიწყოთ ესე იგი თუ არ გყავს ძროხა და არ უვლით ქათამს და მაინდა-მაინც არ ცხოვრობთ სოფელში არ გვაქვს უფლება რომ ასტრონომიულად მაღალ ფასებზე ვისაუბროთ და პროტესტი გამოვხატოთ ეს მესიჯ ბოქსი რომელმა კრეტინმა ჩაგიგდოთ ეს ერთი მე რადონის კრეტინი უნდა იყო რომ აი ეს გაიმეორო ეს ყველაფერი მაგრამ აი ჯანდაბას ანუ საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე რომ ქართველ კაცს არ უნდა ძროხის ყოლა არ უნდა ქათამი არ უნდა კვერცხი არ უნდა ყველის ამოყვანა და ერგიდან და უნდა დაბალი ფასები უხეს დამპალი ქართველი კაცი ზარმაცი მუქთახორა და ქართველი ადამიანების ლანძღვა მდემი იყვანეს ეს თემა ბიჭო თქვენ კაი ხალხო რატო დაიწყეთ საერთოდ ეს თემა ისე ბიჭო გეგონება აი იმისთვის არის ეს თემა დაწყებული იმიტომ დაიწყეთ ეს თემა 3 თვის წინ რომ ბოლოს მისულიყავით იქამდე რომ ქართველი კაცი გაგელანძღათ ზარმაცი მუქთახორა მუქთამჭამელი და პლუს რაღაც უსამართლო მოთხოვნების ქონეთ გამოგეცხადეთ ეს იყო მიზანი ამ ყველაფრის ვერ მივხვდი ისა მოდი შეგახსენებთ მეგობრებო რა 3 თვის წინ ფასების იმის შესახებ რომ საქართველოში ფასები არის უფრო მაღალი ვიდრე ევროპაში კონკრეტულ პროდუქტებზე და ასე შემდეგ ზოგიერთ ისეთ პროდუქტებს რომელიც თქვათ ევროპაშიც ერთი და იგივე წყაროდან შედის საქართველოში იგივე წყაროდან შემოდის და იქ დაბალია შედარებით ფასი საქართველოში მაღალია ამის შესახებ საუბარი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ მან უცებ ერთ დღესაც გავიღვიძეთ და დახვდა ყველა სოციალურ ქსელებში ირაკლი ყობახიძის მიერ ჩაწერილი ვიდეო სადაც ის თელი 9 საათი 40 წუთი საუბრობდა როგორი მაღალი ფასებია საქართველოში და რომ ესე არ უნდა იყოს რომ ეს არ შეიძლება და მისი ინიციატივით შეიქმნა ეს პარლამენტში რაღაც ფასების დაწევის თუ რაღაცა კომისია რომელიც აი ამ თემას ეხება ხო ფასების კომისიას რო ეძახიან ჩვენ შევქმნით კომისიას ჩვენ გამოვიკვლევთ რატო არის მაღალი ფასები ჩვენ ამას ყველაფერს დავარ ფასებს დავწერ რაღაც შედეგი გვექნება იძახოდნენ ირაკლი ყობახიძე მაგრამ მისი თქვენ თვითონ რომელიც ახლა ქართველ კაცს ლანძღავთ იმიტომ რომ ძროხას არ წველის თუ რაღაცა ყლეობებს ლაპარაკობთ რა პირდაპირ რო გითხრათ აი მაგარ ყლეობებს ლაპარაკობთ და რატო თუ გინდა ვერ ცალკე პირადად დამიკავშირეთ გეტყვით იმიტომ რომ ამდენის ახსნის უნარი არ არის ისა რა ქვია დრო არ არის აი მაგარი გამოყლევებულები ხართ ვინც არ უნდა იყოთ ჩემი უახლოესი მეგობარი რო იყო მაგარი გამოყლევებული ხარ მაგას რო წერო თურმე რაღაც ფასები გინდა რომ დაბალი ფასები გქონდეს ძროხას წადი მოუარე თუ კვერცხი სოფელში ქათამს დაადებინე აი ამ ყლევებს რო წერთ მაგრამ აი თქვენი დებილი აზრები თქვენ შეინახეთ გავიგე და ან შეგიძლიათ აფრქვიოთ ეს დაბალი აზრები მაგრამ თვითონ ეს არ მესმის რა მოხდა ანუ მთელი ეს ამბავი წამოიწყეთ იმიტომ რომ ბოლოს ქართველი მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ და გაგელანძღათ ხო მე ხო არ მაბრალებ ამ თემის წამოწევას ფასები მე საერთოდ სიმართლე რომ გითხრათ მე პირადად ვფიქრობ რომ თავრობის ბრალის საერთოდ არ არის მაღალი ფასები რაღაც გლობალური პრობლემები ამბავი ჰაი ჰუი და იქნებოდა კაცო ეს მაღალი ფასები ვიღაცა დაიწუწუნებდა ვიღაცა Facebook-ში დაწერდა და მე როგორც ხდება იქნებოდა ეს თემა და იქნებოდა
რატო დაიწყო მაშინ ირაკლი კობახიძემ ამაზე აქცენტირება, რატო და თქვენ უწყობთ, აი რა მაგარი პრემიერი გყავს, აი ნახეთ, ეხლა ნახეთ და აიბარებს ამ ბიზნესმენებს და ყავს, გააძრობს და ფასებს დააკლებინებს, თქვენ იძახობთ ამას. 3 თვე ბოდიშ და ტვინი მოტყანით და ეხლა მიიყვანეთ ყველაფერი იქამდე, რომ ქართველი კაცი არის ზარმაცი, ქართველი კაცი არის მუქთახორა, ყვერების მხანელი და გახართ და ამ ნიადაგზე რომ თურმე ფასები სულაც არ ყოფილა დაბალი, ისა ის ფასები სულაც არ ყოფილა მაღალი და ძალიანაც არაფერი მაღალი ფასები არ ყოფილა, ძალიანაც ჩვენერი ფასებია და ეს მუქთახორა ქართველები ითხოვენ დაბალ ფასებს და თან იქ უნდათ წამოწოლა ტელევიზორის წინ და ყვერების მხანა და სოფელში წასვლა ძროხის მოწველა არ უნდა და თან დაბალი ფასები უნდა თან მუქთახორებს ამა დედამო. აქამდე მიიყვანეთ ეს თემა ბიჭო და რატო დაიწყეთ ეს თემა საერთოდ ამიხსენით თუ ეს ჩვენ გვაბრალებთ რომ ჩვენ ამოვაგორეთ ეს თემა და ჩვენ შევქმნით საპარლამენტო კომისია მუქთახორა ქართველმა კაცებმა შევქმნით საპარლამენტო კომისია დადიქით მაშინ პრემიერ-მინისტრს გაუხურეთ და უთხარით რომ რაც აწიე ეს თემა რატო აწიე შეასეთო და ისეთო მუქთახორა მეც საქმე არ ქონდა აი რასო ვიცი პარადოქსულ ტრაგიკომიზმამდე არის მისული რა ეს ამბავი და ცოტა ბიჭო ცოტა წნარა ცოტა მშვიდად ბიჭო ამ ლანძღვას მაინც დაანებეთ ხალხის და ვიღაცა თავს გაგიტეხავთ ერთხელ აი ეგეთი ყლეული პოსტისთვის და მივმართავ კიდე ქართული ოცნების იქ რაღაც სტრუქტურებს ეს ვიღაცა ესენი გააჩერეთ ნუ გადავიდა ეს თემა რაღაცა საზიზღარ გულისამრემ ლანძღვაში არავის ტრაკის საქმე არ არის ვინ იცხოვრებს სოფელში ვინ მოწველი ძროხას და ვის ეყოლება ქათამი და ვის არ ეყოლება საბაზრო ეკონომიკა ეგრეა ხო არ გინდოდათ საბჭოთა კავშირი კაცო და ეს სოციალისტური წყობა ხო არ გინდათ და ეს ესეა დამთავრდა და სახელმწიფო მიუხედავად ყველაფრისა ფასები უნდა არეგულიროს ეს ასეა მაგრამ ამასაც თავიდანებოთ რატო დაიწყეთ მაშინ ეს თემა საერთოდ კაცო რა გინდოდათ მიზანი რა იყო რომ ბოლოს ქართველი ადამიანები და ქართველი მამკაცები გელანძღათ და მუქთახორები გეძახათ იმედია ეხლა იმას რა ქვია განათლების რეფორმამაც რომ რაღაც პონჩი ჩაიჯვას ჩვენ არ მოგთხოვთ პასუხს რატო დაიწყეთ განათლების რეფორმაო ჩვენ არ დაგვიწყია წინასწარ გაფრთხილებთ და შეგახსენებთ რომ განათლების რეფორმა ჩვენ არ დაგვიწყია თქვენ გამოყენებულებო განათლების რეფორმა დაიწყო მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ და თუ იქ რამე საბოლოო ჯამში რაღაცა ჩაჯმული იქნება არ დაიწყოთ მე ქართველ ხალხ ქართველი კაცები წაყველები წამოწოლილები დიპლომები უნდა რაღაც სირობები ნუ დაიწყებთ მაშინ ამ თემაზეც ლაპარაკს რა არ მესმის იცით რა არის გარდა უსამართლობისა და რა გულისამრევი ლანძღვაგინებისა ქართველი ადამიანის უბრალოდ პარადოქსული ტრაგიკომიკური რაღაც თქვენივე დაწყებული თქვენივე წამოწეული თემა რომელიც იქადნებოდით რომ აეხლა ნახეთ ბიზნესმენები თავს გაძრობენ თქვენვე მიყავთ იქამდე რომ ლანძღავთ ქართველ ხალხს შიგა გაქვთ ბიძიკო თქვენ ცოტა შიგ მაპატიეთ კარგად იყავით